გამარჯობა მეგობრებო. ეს არხისფერის 4-დანოლია და ჩვენ მისი წამყვანები ნიკო და ოტო ვართ. ბევრად უკეთესი დაწყება გადაახვიეთ ყველა და ამას უყურეთ. და ეს იყო მივეთი მსილობა რომ მე დამეწყო ვიდეო და მაინც ჩამიჩა და დღეს ვისაუბრებთ აუცილებლად ძალიან საინტერესო თემაზე, როგორ მრავლდებიან სირაქლემები. მოკლედ მეგობრებო, არსებობს ასეთი ბიზნესი, სირაქლემების ბიზნესი, რომელიც არის ყველაზე ძვირიანი აგროკულტურული ფერმერული ბიზნესი. და თუ ვინმე გაარკვევთ, როგორ უნდა ვიყოლიო 14 ოსტრიჩი სირაქლემა. მოკლედ ეზოში დავაბავ და რავი, ერთ სირაქლემას გაჭმევთ თქვენს. მართლა დღეს მითხრეს რომ აი საცხოვრობს და რეებს ვაკეთებ თურმე გადამიო და წიწილო. მოკლედ ეს ინფორმაცია სიმართლეა, მართლა დაუბრუნებული. 10 ვიდეოს YouTube-ზე როგორ გავზარდო სირაქლემას სწორად. მართლა საუბრობს, ოღონდ ჩვენი ვიდეო ამას არ ეხება. თუ ვინმე იზავთ სიკეთეს და ერთ სირაქლემას მაინც მომიყვანთ, მე ვეღარ ვნახავთ. პირდებით. ეგ დავკეთოთ. ბიზნეს იდეას რატო უზიარებ? ხელს გუშლი რა. რა? ბიზნეს იდეას რატო? უცებ არ ჩამოვიყვანო. მაინც ვერ ვიყიდი იმას სირაქლემას. ოსტრის. ერთი რადმი და 2 მილიონი და ვიყიდო $5,000, $10,000-ად. სხვა ბიზნესას დავიწყე. მოკლედ, სირაქლემს არ ეხება რა თქმა უნდა ჩვენი ვიდეო, თუმცა ეს რეალური ფაქტი თქვა. ჩვენი ვიდეო გაცილებით საინტერესო ფაქტზე არის დღეს. ფულს ვერ გაშოვინებთ ეგ ფაქტი უბრალოდ ვერანაირად. უეჭველი გაშოვინებთ, თორემ ჩაძიება. თორე წერია ულიმიტო ფულის გლიჩი როგორ იშოვოთ და მოკლედ რაზეა საუბარი. თუ გინდა რომ გაიგო ულიმიტო ფული საიდან იშოვო, ან იცოდე რამოდენიმე მილიონი წელს წინ რა მოხდა დედამიწა როგორ შეიქმნა და საერთოდ სამყარო რა არის მოწყობილი. თუ ღამე ვერ იძინებ ამ ფიქრებით, თუ გინდა გაიგო რამდენი საბსკრაიბერი ოტოს და გაიგებ. იუთუბერი ყოფილიყავი, ან თუ გინდა გაიგო მომავალში რა გეოდება 10 წამში რა მოხდება, რამდენი წლის მოკლები შენ შვილებს არ ეკმევთ. მოკლედ, ნებისმიერი ინფორმაცია არ შეიძლება თავში მოგივიწყდეს. არა, საჭირო. მართლა, გაიგეს რომ ყველაფერი წერია. ყველაფერი იგულისხმება ყველაფერი. ხო, სად დაიბადე და როგორ დაიბადე, ვიცი? ეგ ვიცით. ძალიან როგორი იქნები მომავალში, მაგასაც გაიგებ, დიახ. მოკლედ 1946 წელს სირაქლემის ბიზნესზე წერია მათ რაღაცეები და თუ ჩაეძიებით და გამიზიარეთ 1946 წელს შეიქმნა კონცეფცია ჯორჯ ლუის ბორგესმა შექმნა ესე იგი ჯორჯ ლუის ბორგესმა ესპანელი მწერალი იყო რომელმაც შექმნა ეს იტალია თავიგავად სისტემა რომლის შექმნა სისტემა არა უბრალოდ ბიბლიოთეკა მეგობრებო რომელიც ვერ აშენა შეეწირა ამ ბიბლიოთეკის შენებას იმიტომ რომ უნდოდა ყველაფერი რაც ოდესმე მომხდარა და იქნება და რამე დაიწერება და არსებობს ერთ რაღაცა შენობაში გაერთიანებინა. ავიდა თვარემდე და დაინგრა Library of Public მოკლედ ამ ბიბლიოთეკას და დაწერა ფორმულა მოკლედ როგორ შეიძლებოდა ყველა სიტყვის, ყველა ასოს, ყველა სიმბოლოს კომბინაციით ქართულად არა უნდა ლათინური ასოების კომბინაცია ერთად ყოფილიყო ნებისმიერი ვარიაცია ყოფილიყო ერთად თავმოყრილი, რაც ავტომატურად შეადგენს. ეხლა მე რო თავი მივატრიალე, ეგეც წერი. რაც ავტომატურად შეადგენს ყველა ინფორმაციას ერთად, რაც შესაძლებელია არსებობდეს, ან არსებობს, აუცილებლად არსებობს და ეწეროს ერთად. მოკლედ, ამ სისტემას დაფუძნებით, რა თქმა უნდა, ამ 1946 წელს არ გამართლდა ფიზიკურად შეუძლებელი იყო მაშინ შექმნა, თუმცა ახლა შეიქმნა საიტი. ბიზნესისთვის არ გაუკეთებია, ვისაც სირაქლემები უფრო გაინტერესებთ, სხვა არხზე შეგიძლიათ გადახვიდეთ და იქ უყუროთ და აქ უფრო საინტერესო რაღაცებზე ვისაუბროთ. გეყო ეხა სირაქლემებზე. ახლა შეიქმნა საიტი, რომელიც მოიცავს მოკლედ ზუსტად ამ თეორიას. საიტზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, სადაც განთავსებულია ჰექსაგონური პრინციპით, ანუ ჰექსაგონური ანუ 6 პრინციპით, 6 კედელია, სადაც თითოეულ 6 კუთხედს, ანუ ამ 6 კედელს, 6 კუთხედს აქვს 4 კედელი. 4 კედელი არ აქვს. 6 კედელი აქვს, ოღონდ ის 2 კედელი ერთი შემოსასვლელია და ერთი არის 4 კედელი. ერთი შემოსასვლელი, ერთი გასასვლელი იქნება. და დარჩენილი იმდენი აღმართია. დარჩენილი 4 კედელი არის თაროები. ჯერ სირაქლემა იყო თუ ჯერ კვერცხი. ჯერ თითო კედელზე იყო 5 თარო,
იყო კი არა არის 5 თარო, თითო თაროზე არის 32 წიგნი და თითო წიგნში არის 410 გვერდი. 410 გვერდი. 401. მოგეთ, ამ სისტემით არის შედგენილი 3000 ბიბლიოთეკაში წერია რომ 401-იც არის და 410-იც. 3299 სარჩევის ის გვაქვს არჩევანი, ანუ თითოეული რამდენი? 3259 ნონსენსია მეგობრებო. 3000 საერთოდ არ არის 3259 ოთახია ესეთი და ოთახის რაოდენობა ამ ბიბლიოთეკაში არის უსასრულო და არის ასტრონომიულ რიცხვებთან მიახლოებული. ანუ 3260 ოთახია, თითო ოთახში 4 კედელია, 4 კედელზე თითო კედელზე 5 თაროა, თითო თაროზე 32 წიგნია, 32 წიგნში თითოში. ამ ბიბლიოთეკაში ძალიან მარტივია რომ დაიკარგოთ, ამიტომ ბავშვები არ შეხვიდეთ. 410 გვერდია, თითო გვერდზე რამდენი სიტყვა ნილიას არ ახსოვს, არათანაბარი მეგონი. თუ არის? სიტყვა არ წერია საერთოდ, სიმბოლოებია და მარტო მაგრამ ამ წიგნებში არის ძალიან გაიგეთ რა ეწერა? საზღვარგარეთ მილიარდობით, ტრილიარდობით, აი უსასრულო რაოდენობით არ არის უსასრულო. სასრული რაოდენობით ჩაყრილი უაზრო ინფორმაცია, უაზრო სიტყვების კომბინაცია, ასოების კომბინაცია, რომელიც არაფერს არ მოწევს არასდროს. თუმცა ამათთან ერთად არის იგივე რაოდენობის შემეგება ამის არა, მაგრამ ძალიან კარგი ინფორმაცია, დიახ, ზუსტად იგივე რაოდენობის. ისე დავთვალე ეგ. რაც არსებობს მართლა. კი, დავთვალე. გადავთვალე. და მან წერია დაახლოებით 3 ვარიანტი, როგორ შეიქმნა სამყარო. აქედან 2 წავიკითხე და მესამეს ახლა ვკითხულობ. მე ვიპოვე რაღაცები, ან თქვენ რო შეხვალთ, იფიქრებთ რომ აი აქ რა სისულელები წერია, მაგრამ რეალურად მართლა კარგია. გამოვცადე. რეალურად თეორიულადაა შესაძლებელი რომ იპოვო მან სამყაროში. მაგრამ არსებობს ხალხი, ვისაც უპოვია. არ არსებობს. და კიდევ იპოვის. რატო ატყუებს ჩვენს გამომწერებს? ხო, თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ მან იპოვოთ რამე. ჩემ მეგობარს მოგიყვანთ და ვათქმევინებ რომ იპოვა. და მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ალაიქეთ ეს ვიდეო და გადავყევით თან აუცილებლად. ესეც იქ ეწერა, მე არაფერი მithქოს. მოგეთ, ამ საიტს აქვს ერთი ძალიან საინტერესო კიდევ ერთი ფუნქცია. გარდა ამ სიტყვებისა და ასოების კომბინაციის და მეგობრებო, თუ გაინტერესებს სად მიდის ეს ინფორმაცია, საიტზე არ ინახება, დიახ. არანაირ სერვერზე. გენერირდება ავტომატურად, როცა თქვენ მოითხოვთ მის წაკითხვას. ეს მინდოდა მხოლოდ მეთქვა. მოჩამიქო. დავუმოწმოთ შესაძლებს. ესე იგი, გარდა ამ ტექსტური ინფორმაციისა, ასევე არსებობს ყველა გამოსახულებას, რასაც ოდესმე უარსები, არსებობს ან იარსებობს. თქვენ ბავშვობაში რაც დახატეთ, ეგენის მანდევს. ან შეიძლება არ. თქვენი ძველი Facebook-ის პოსტები 10 წლის წინ როდებდით და ეხლა რცხვენიათ. რა, არ ახავს თქვენ გონიათ? ყველაფერი ნახი მაქვე. ეს საიტი ჩაუვი ხელმისაწვდომია, ლინკი მოცემულია. არ გადახვიდეთ. Library of Fable ქვია. არ გადახვიდეთ, დაიგარგებით. და შეგიძლიათ დაждეთ მთელი ცხოვრება ათვალიეროთ. თუ გეყოფათ თქვენი შეგიძლიათ დაждეთ მთელი ცხოვრება ათვალიეროთ ის ფოტოები. თქვენ მთელი ცხოვრების 99 ან 100%-ს გაატარებთ იმაში, რომ ბიბლიოთეკაში უბრალოდ ყველაფერი ღირებულ გამოსახულებას ვერ ნახავთ, მაგრამ იქ აუცილებლად არის ეგეთი გამოსახულებები, რომელიც ადამიანის თვალისთვის აი მომავალში რასაც ნახავთ, ეგეც მანდ იქნება. მარტო ნახატები არ არის მეგობრებო, ფილმების კადრები, გამოსახულება. საქართველოს გაერთიანებული და ლამაზი უფრო დიდი შეგამხდარი. ნიკო გამხდარი. ნუ ჭკვიანი თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გამოსახულებაში ჩემი IQ ალბათ არ გამოჩნდება. მაგრამ ეგეც იქნება ნიკო და IQ უდრის 6012-ს მაგალითად. გამოსახულება გამოტანი. ისე იმ ბიბლიოთეკაში ეგ წერია რომ ნიკო ძალიან ჭკვიანია და გამხდარი. ნიკო ის წერია ნიკო არ არსებობს. იქ ის წერია რომ ნიკო უფრო მეტი არსებობს ვიდრე რეალურად არის. ის წერია რომ მარტო ნიკო არსებობს. იქ ის წერია რომ მარტო ნიკო არსებობს. ეგ ეხლა გითხარი. ეგეც წერია. ვიცი. საერთოდ შეიძლება მითხარი და რაც არ მითხარი. ეგეც წერია. მიმიყურა ეგეც წერია. და თუ გაინტერესებთ, ჩვენ ვკითხულობთ ამას. თუ გაინტერესებთ მომავალში რა ვიდეოებს დავდებთ, ჩაუჯექით ამ საიტს და ნახავთ აუცილებლად. აუ, ხო არ გავათამაშოთ რამე. კი. ვათამაშებთ ბიბლიოთეკას მეგობრებო, ალექსანდრიის, რომელიც ამ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინეთ. ვინმე ამ ბიბლიოთეკაში თუ იპოვის ქართულ განადებას ლათინური ასობით. როგორ ხარს თუ იპოვით? როგორ ხარ? 3 კითხვის ნიშანი, 2 წერტილი და X. Space 4.0. Space 4.0. Space 4.0. ნიკო იპოვეთ აუცილებლად. მოგეთ, თუ იპოვით სიტყვა Space 4.0, ლათინური ასობით რა თქმა უნდა. ეს უმარტივესია.
პირდაპირ ჩაწერეს. სერჩი არ აქვს მეგობრებო. ოთახის ნომერი, თაროს ნომერი, ციგნი რომელია და რომელ სტრიქონზეა. აუცილებლად მოგწერეთ ეს უნიკალური მისამართი. თქვენ გაჩვენებთ ჩვენ ერთ-ერთ 3D ნაბეჭდ სპრინტს. მეთიუ შენადგან არ წაიღე ეს 3D ნაბეჭდი თავიდან თამაშდება. ოღონდ ახლა არა შემთხვევითობის პრინციპით, არამედ ვინც იმსახურებს. ასევე დაწეთ კომენტარებში თქვენი აზრით შესაძლებელი იქნება თუ არა ოდესმე რომ გამოიგონო ისეთი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ამ ხელა ინფორმაციას დაამუშავებს და აქედან ამოიკითხავს ისეთ წინადადებებს. სირაქლემა საშუალოდ იწონის 90 კილოგრამიდან 130 კილოგრამამდე. ეხა ყურადღებით მომისმინეთ მართლა. აქედან აქ ნიკომ ზუსტად იცის ეს ინფორმაცია მართალ რომ დავყალათ ეს გავპუტოთ, დავჭრათ და გავყიდოთ ეს ხორცი. მართ სერიოზულად იფიქრეთ, ხორცი თუ ღირს დაახლოებით $30 ნახევარი კილოგრამი არა. ნახევარი კილოგრამი. ნორმალური ხარისხის ხორცი. ჩვენ რა თქმა უნდა საუკეთესო სირაქლემებს მივიღებთ ხოლმე და მხოლოდ. კილოგრამი გამოდის დაახლოებით $60 და გაპუტული სირაქლემის 100 კილოდან დარჩა ვთქვათ 70 კილოგრამი. ეხა ეს კალკულატორზე გადათვალეთ თქვენ და მე მომწერეთ აუცილებლად 70 კილოის ყავს, რა ქვია, 70 კილო ხორცი გვაქვს და $60-ზე გაამრავლე. $60 არის, 70-ზე 60 არის 4200 ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ყავს 1000 სირაქლემა მეგობრებო. მოიცა თვითონ სირაქლემა რა ხერს? თვითონ სირაქლემა ჩდება მინიმუმ $2000. აი ყველა რაც ვნახეთ. ეხლა 5000. ჩვენ გვინდა 5000-ია. 4200. იმის ხორცი იღერება 30 ვეგრად $60. ნახევარი კილო. კაი, ხო, მე უბრალოდ დაფიქრდით მართლა. ძილის წინ სანამ დაიძინებთ, ამაზე იფიქრეთ აუცილებლად. მე ვიცი რომ სირაქლემა აქვს $2000 და მაგია. მინიმუმ ღირს $2000. $10,000 ის სირაქლემების ვიცი მე. იცი რაზე დავაყენე? სანამ პირველი სირაქლემა არ გამოიჩეკება. მოკლედ, კვერცხები არ გაყიდოთ, ძალიან იაფი. კვერცხები ხო არ $45. ანუ მეორე ვარიანტიც მაქვს თბილისში უბრალოდ მანქანის გაქირავება. კაი, ფაიტო. ცხენები. სახლების გაქირავება. $50 ღირს ყველაზე დაბალი ხარისხის სირაქლემის ხორცი. რამდენი? $50. მე მაგას გეუბნებით $2000 სირაქლემა მომიყვანეთ და $60 გავყიდოთ კილოგრამი. $2000 არა, ახლა $50 ტყიდე. არა, ჩვენ 60-ად გავყიდეთ. მაშინ $4200 გამოდის 1000. ანუ თითო სირაქლემაში კიდევ ერთ სირაქლემა. აი ხა წარმოიდგინე მიდიხარ რესტორანში. პურის სანახაობა და სირაქლემას ხორცი. იტალიური პური, ბაგეტი, სირაქლემის ხორცი და სანახაობა თავისთავად. ნიკო გავთიშოთ რა. სანამ პირველი სირაქლემა აქ არ მოვა, ეს ვიდეო არ გაითიშება. მეგობრებო, თუ გინდათ სტრიმები დავიწყო, მოდის რა მოდის? სირაქლემა.